მოგესალმებათ შაბათის მებაღე. მარტის ბოლოა. როგორც ხედავთ, ცრის წვიმა. ალბათ იკითხავთ, ასეთ ამინჩი რა მომიყვანა ეს ადამიანი? მომიყვანა იმან, რომ მინდა მცენარებს მივცე გრანულებული საკვები და ეს წვიმები, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება, დამეხმარება, რომ ნაკლები ვიმუშაო ჩაბარვაზე. თუმცა აი ამ დახრილ კლუმბაზე ალბათ ნოდნავ ჩაბარვა მომიწევს გრანულების და აგრეთვე, მინდა გაჩვენოთ. უკვე დაიწყო გახსნა, ეს არის საადრეო გარგარი. ალი პრიალა მე მგონი. ეს ცოტა მოგვიანებით არის. ესაც გაიხსნა, აპირებს გახსნას. კარგია თუ წვიმები აღარ იქნება, როცა გაიხსნებიან კვირტები, რათა გამოჩნდნენ მწერები და დამიმტვერონ, რომ დაყოფი მივიღო. ამდენი შრომა წყალში არ ჩამივარდეს და კიდევ რას ვაპირებ, რადგან შაბათამდე ვერ ამოვალ, 4 შაბათია და შეიძლება ვერც შაბათ-კვირას ამოვიდე წვიმების გამო, ამიტომ გადავწყვიტე აი აქ დავამატო ბალახის თესლი. შარშან შემოდგომაზე დავთესე, ცოტა გაუჭირდა და ეხლა მოვფოცხავ და მოვაყრი ბალახის თესლს და ისევ მოვფოცხავ. აი აქედან შარშან შემოდგომაზე ამოვიღე სხვა, ეს არის ზამბახი. მეზობელმა მომცა მარაწვანედ გამოიყურება და რაღაცა უფრო რო გავასუფთავებ ვიზუალურად მთელი წელი, არათუ სეზონი ინარჩუნებს ფორმას და ისიც რა, აი აქ დამჩა ეს ამოღებული ჩემი ჩვეულებრივი ზამბახი, უბრალოდ მართლა დამჩა. გადაჭრილი რო იყო, აღარ მივაქციე ყურადღება, მიწას რო ვასწორებდი, როგორც ჩანს, მივაყარე მიწა და შეხედეთ, შუა გზაზე, აი აქ. სადაც მანქანით უნდა ამოვიდე გარაჟისკენ. ამოძვრა. ასე რომ დიდად ზამბახზე თავის მოკლა არ არის საჭირო, ვიცით რომ მისი ბოლქვი იმინა მიწაზე იდება, არ იმარხება. აბა ნახოთ, გახსნილა კვირტები ჰორტენზიაზე. ეს არის მიკროფილა, დიდფოთოლა ჰორტენზია, რომელზეც ვნერვიულობდი. ქვეშ ნახეთ რა მხელა კვირტები აქვს. დაცული მაქვს ქვემოთ, მოგეხსენებათ. ამით დამულჩული მაქვს მთელი ზამთარი. ვიფიქრე, რომ თუ ზემოთ მოყინავდა კვირტებს, ქვედა კვირტებს მაინც ვინარჩუნებდი, მაგრამ მოვიდა საოცრება. გაამართლა. აი ცოტა ვნერვიულობ მაგნოლიაზე. ეს ყოველწელს ეს ეშვება. ეს არის ვირგინული მაგნოლია. ხო იცით, ესეთ წვრილ ყვავილებს ოღონდ ყუნწზე რო იკეთებს, ხშირად ხდება დასავლეთ საქართველოში, ეს არ არის გრანდიფლორა. იცით რა, კვირტები აქვს და შეიფოთლება, მაგრამ ეს მინდოდა როგორც მარაწვანე, მაგნოლიები ხო მარაწვანია. მოკლედ ეხა გაჩვენებთ როგორ მოვაყრი, რა რაოდენობით და რას მცენარეებს საკვებს და შემდეგ როგორ დავთესავ აქ ბალახს. ეს უნდა მოვასწრო, ეხა არის სადღაც 12:30, 2 საათამდე, იმიტომ რომ ეხა თუ ცრის, მერე დასცხებს წვიმა. რასაც მოვასწრებ, გავაკეთებ. მაშასე დავიწყოთ. რადგან მივდივარ ახლოს მცენარეებთან, შეიძლება რამე არასასურველი სიურპრიზი დამხვდეს, ამიტომ რა თქმა უნდა, თან მიმაქვს სეკატორი.
ახლა გეტყვით რატომა ყოველი შემთხვევაში ეს ხელთათმანებიც და სპირტი, რომ ერთი მცენარე და მეორეზე დაავადება არ გადავიტანო, ყოველჯერზე ვიხმარ სპირტს, მაკრატელი, მიწის გასაფხვიერებელი და აი ეს ხელთათმანები. სულ მაინტერესებდა ეს ჩემმა დაიკო მაჩუკა ხელთათმანი გამოიწერა მგონი თემუდან, სავარაუდოდ. რისთვის იყო გამარგვლა, ამით შეუძლებელი, იმიტომ რომ მე ამ წვერებით ვერ იღებ იმ მცენარეს, რომელიც ამოიღე. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ასე გამოვიყენებ, რომ ჩავყრივ ჩემს საკვებს. ამით გავაფხვიერებ. მაგრამ ხელში მეჭირება რა. ეს არის ნიტრო, ანუ NPK 18-18-18. მოგეხსენებათ, ეს ნიშნავს, რომ ერთნაირი რაოდენობით აქვს ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ნატრიუმი ვეგეტაციაში ეხმარება მცენარეებს, აი ეს როგორც სასუქი. სასუქი აი ესეთი ნაკელი ვთქვათ, ხო? პირობითად რომ ადვილად გასაგები იყოს, თუმცა ბევრი არასოდეს არ უნდა იხმაროთ, იმიტომ რომ ნიტრატები ზუსტად მანდედან მოდის და მანდიდან გროვდება მცენარეებში. ვიცით რომ ნიტრატები არ არის სასარგებლო. კალიუმი და ფოსფორი, რომელიც ეხმარებიან უკვე ვეგეტაცია, ნატრიუმმა რაც გამოიწვია ვეგეტაცია და წამოვიდა ღერო იმის გამაგრებაში და შემდეგ ნაყოფის მოცემა ყვავილობაში. თვითონ მცენარესთან უნდა ვიხმაროთ ძალიან ცოტა, სადღაც 20-25 გრამი გააჩნია როგორია მცენარე, რამხელა არის და არასოდეს ფესვებთან. ვიცით რომ შემწოვი ფესვები მცენარეს აქვს ფაქტიურად აი თავისი ვარჯის პერიმეტრზე. დავიწყებ და გაჩვენებთ. მოვაყაროთ ედემის ვარდთან, საკმაოდ დიდი, ძლიერი ბუჩქია, ბევრი კვება უნდა ვარდებს, როგორც ვიცით. ავიღებ დაახლოებით აი ესე მუჭას და აი ასე გარშემო მოვაყრი. აბა ნახოთ ახლა ეს ხელთათმანი როგორ იმოქმედებს. მართლა ამის ფუნქცია თუ არა. ისი ასეთ დიდ პერიმეტრზე სასურველი ალბათ გრძელი თოხი ვიხმაროთ. მაგრამ აბა ვცადოთ ახლა ეს ხელთათმანი რა შვება. მე მგონი მართლა ამისთვის არის ფანტასტიკური რამეა. თუმცა ის არაველების ამოღება მიჭირს. ძალიან მაგარი რამე აღმოჩნდა და რო იცოდეთ, აი ისთვის ყოფილა ეს მთელი ამბავი. ეხლა ვზივარ ოთახში, სასტუმრო ოთახში. ღმერთო რა სიამოვნება. აქ ჯდომა. რა ნეტარება. გაიღვიძე ბუნება ძალიან გთხოვ, ამიჭრელდი ეს, გამილამაზდი. ოლეანდრები, როგორც გახსოვთ, მქონდა შეფუთული, უკვე გავხსენი, რომ ვაძრობ კანს, ცოცხალი ჩანს, თუმცა ფოთლები არის რაღაცა მშრალივით. ეხლა მთავარია, რომ ეს ქარისგან ოდნავ დავიცვა, როგორც გახსოვთ, ჯერ ორი პირი მქონდა სამშენებლო ტომ, მაგრამ მე ერთი პირი დავტოვე შეგუებისთვის. ეხლა მინდა მთლიანად გადავხსნა, რომ მზემ, წვიმამ, ბუნებამ უშველოს და ესე შევკრა ერთად. ისე დავტოვო, სანამ ამოვალ. აი, ასე შევფუთე. რომ მაინც ქარში არ იყოს ძლიერი, ვთქვათ, გადახრა, გადმოხრა, იქნება შიდა ტოტები, მაინც შევინარჩუნო. ესენი სავარაუდოდ არ ვიცი, ვერ არიან კარგად. შარშან მთლიანად მომიწია,
ძირში გადაჭრა და ეს რაც არის ამოსული ერთ სეზონზე ამოვიდა ძირიდან. ვიცით რომ გაზაფხულზე აუცილებლად მოლი კარგად უნდა გამოფოცხოთ. ეს შარშან შემოდგომაზე უბრალოდ მიმოვაპნიე ბალახი. ცოტა გავაფხვიერე ქვიშით, ბალახის თესლი. გაზაფხულზე ეხლა ვაპირებ კიდე მივთესო, იმიტომ რომ წინ წვიმები გველოდება და კარგია. მას ყოველდღე უნდა მორწყვა და მე ყოველდღე ვერ ამოვდივარ. აუცილებლად ვიცით რომ ჩვენი მოლი უნდა გამოვწმინდოთ აი ამ ძველი ბალახისგან და არა მარტო ძველი ბალახისგან მიწაც უნდა ფესვები უნდა დაიფხაჭნოს თუ უკვე ძველი მოლი გაქვთ დაიხეს შიგნით სპეციალური აპარატი არსებობს ამის თუ არა და ნუ აიღეთ სამკაპი ეს ვილკას რო ეძახიან და იმით ჩაჩხვლიტეთ რომ აერაცია იყოს მიწაში მე ამას ახლა კარგად ესე გამოვწმინდავ და მე მსუბუქად სადაც მოლი აკლია უბრალოდ ჩვეულებრივი ბალახი ვიყიდე ბალახის თესლი დომინოში ამას მოვაპნევ ისევ ფოცხით გადავუვლი ცოტა რომ მიწასთან კონტაქტი კონდეს აი ესეთ ადგილებში შეიძლება ფეხითაც მივტკეპნო სადაც ნაკლებად არის ბალახი და დაველოდები ამოსვლას მე ტრიალ მინდორზე ვარ აქ ბევრი სხვა მცენარე სარეველა ითესება თავარია ეხა მე ეს მწვანე დავფარო რომ ლამაზი იყოს მაინც დაითესება აქ სარეველა ამაზე დიდად აი როგორც აქ არ შევწუხდები რადგან თიბვის მე ყველა ფაქტიურად ერთმანაირად ჩანს და თან აი სად მაქვს აგარაკი აზრი არ აქვს აქ მაინც დაითესებიან ამდენს აღარ ვიბრძოლებ დიდობებით მომოვალ ვიდეოებამდე გისურვებ ლამაზ ბახებს მოყვავილე ბაღებს ხეხილს უხვმოსავალს შვიდ ცხოვრებას თქვენი შაბათის მებაღე